მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო, დღეს ვისაუბრებთ ყველასათვის ცნობილ და გავრცელებულ ფაქტზე კუმისის მოჩვენებაზე. Როგორც ვიცით, არსებობს არსება, რომელიც არის 2 მეტრის სიმაღლის და თვალები უნათებს მწვანედ. მე ამ ამბავს არ დავიჯერებდი მთელი მოსახლეობა რომ არ საუბრობდეს, ამიტომ დავიწყე ამ ამბის გამოძიება და ინტერნეტში მოვიძიეს საინტერესო ახსნები. სანამ ჩემს განსჯას დაიწყებდეთ, მე გეტყვით რომ ეს თემა არის ინდივიდუალური და ყველამ შეიძლება სხვანაირი ახსნა მოუძებნოს, მაგრამ მე ჩემს აზრს გაგიზიარებ და გეტყვით რამოდენიმე საინტერესო ფაქტს. რამოდენიმე წლის წინათ ინტერნეტში გავრცელდა ასეთი ვიდეო ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას პირად მცველზე, რომელსაც სახე ხვლიკის მსგავსი აქვს და ქცევები უცნაური. ეს ფაქტი მიუთითებენ ადამიანის და ხვლიკის მუტაციურ გარდაქმნას, რომელთაც რეპტილოიდები უწოდეს. ეს ვიდეო დიდი ხანია უკვე ინტერნეტში დევს და ხალხის აჟიოტაჟიც გამოიწვია ერთი პერიოდი, მაგრამ ხალხი ამას შეეგუა. თუ დააკვირდებით, ნათლად დაინახოთ როგორი განსხვავებული სახე აქვს სხვა ადამიანებთან განსხვავებით. მას აქვს გამოწეული ნიკაბი და ცხვირი თითქოს საერთოდაც არ აქვს. ახლა კი მეორე ვიდეო რუსეთიდან, სადაც ხალხი ბანკეტზე ცეკვავდნენ. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მოულოდნელად შუქი გაითიშა შემთხვევით და რამოდენიმე ადამიანის თვალები მწვანედ ანათებდნენ. აქედან გამომდინარე, რეპტილოიდები სისწრაფით გამოირჩევიან, რაც ინტერნეტში წავიკითხე ბევრ მითებს შორის. ამ ყველაფრის და მიუხედავად, რასაც კუმისის მოსახლეობა ამბობს, რომ მხოლოდ ღამე გამოჩნდება, მწვანედ უნათებს თვალები, მაღალია და ძალიან სწრაფად გარბის. ვერავინ ვერ ახერხებს მის დაჭერას. ჩემი თვალსაზრისით და მოსაზრებით, ეს არის მუტაციური ადამიანი, რომელიც რეპტილოიდის კატეგორიას მიეკუთვნება. დიახ, ჩემო მეგობრებო, ეს ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე და სრულიად არც მე არ ვარ დარწმუნებული რამდენად მართალია. მაგრამ როგორც ხალხი ხსნის, მათი თქმით, მწვანე თვალებზე და სისწრაფეზე ეს ასოცირდება რეპტილოიდთან. საინტერესოა, ვინ არის ადამიანი თუ მუტაციური არსება. შესაძლებელია უცხოპლანეტელიც არის. მოდით ამ თემაზე კომენტარებში ვისაუბროთ. მოიწონეთ ვიდეო და გააზიარეთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ კანალი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.